მაშა ასე. თავიდან უნდა დავიწყოთ მოყოლა. როცა იესოს შეხვდი? არა. იმისთვის რომ იესოს ამბავი გავიგოთ, სულ თავიდან უნდა დავიწყოთ. როგორც საღვთო წერილი გვასწავლის. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა დედამიწა და ყველა მცენარე, ცხოველი, ფრინველი და ზღვის არსი. თიხისაგან გამოსახა მან პირველი ადამიანი და ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა. პირველ ადამიანს ადამი ეწოდა. შემდეგ კი თქვა უფალმა ღმერთმა, არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა, გავუჩენ შემწეს მის შესაფერს. გამოუღო ღმერთმა ადამიანს ნეკნი და მისგან ქალი გამოსახა, სახელად ევა. ის იყო ადამიანის ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. ამიტომაც უნდა უყვარდეს კაცს თავისი ცოლი და უფრთხილდებოდეს მას საკუთარი თავივით. სიყვარულის ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი, რათა მასთან ერთად თანხმობაში ეცხოვრა. მიანიჭა მათ ძალაუფლება, რათა ერთად ებატონათ ყოველივე ცოცხალზე. ადამი და ევა ღმერთის გვერდით ცხოვრობდნენ ულამაზეს ედემის ბაღში, რომელიც უფალმა მათთვის შექმნა. ღმერთი ბაღში მათ გვერდით დადიოდა და ესაუბრებოდა და არ არსებობდა არც ტანჯვა, არც ჩაქვრა და არც სიკვდილი. ღმერთმა უთხრა ადამიანს, შეგიძლია ყველა ხის ნაყოფი გასინჯო ბაღში, გარდა ერთისა, კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფისა. თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამ, მოკვდები.